ანიმაციური ფილმების ფესტივალი თოფუზი უკვე ბათუმშია. დილიდან საორკესტრო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში 6 მაისის პარკიდან დაიწყო. პარალელურად ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე ვორქშოპები გაიმართა. ბავშვები ანიმაციური ფილმების გადაღებას სწავლობენ. 19 საათზე დრამატულ თეატრში ფესტივალის ბათუმური პრეზენტაცია გაიმართება. ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ოსკაროსანი ანიმაციური ფილმი „პიტერი და მგელი“. მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 58 ქვეყნის მიერ წარმოდგენილი 438 ფილმიდან წელს 100 ჯგუფი შეირჩა. ჟიური საუკეთესო ფილმებს ფესტივალის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლეს. ფესტივალის ორგანიზატორი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა აქვს ფესტივალს და წელს კიდევ უფრო გაიზარდა ფესტივალის პროგრამა და გამრავალფეროვდა. ხულო, შუახევი და ქედა დაემატა ფესტივალს. წელს უკვე იქ ჩატარდა 7-ში და 8-ში ანიმაციური ფილმების ჩვენებები მოეწყო. ასევე ვორქშოპები, საგანმანათლებლო ნაწილი აქვს საკმაოდ ძლიერი ამ ფესტივალს და აი აქ ჩვენს უკან სწორედ ბავშვები ხატავენ და სწავლობენ ანიმაციური ფილმის კეთებას. წელს სხვათა შორის ქვეყნების რაოდენობა, მონაწილე ფილმების ქვეყნების რაოდენობა 58-მდე ავიდა და ეს გვახარებს, იმიტომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ფესტივალი იზრდება. ვცდილობთ იქნებ ფესტივალის ბოლოს პატარა ფილმიც გავაკეთოთ.